მოგესალმებით, მადლობა ყველას მოგზანებისთვის. დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვან და მწვავე საკითხზე. ჩვენ ვისაუბრებთ ჰიდრორესურსების ათვისების პოლიტიკაზე და ჰიდროინფრასტრუქტურაზე. გარკვეულწილად დღევანდელი ჩვენი პანელი, რომელსაც ქვია მდინარე როგორც ფინანსური აქტივი, არის ერთგვარი გაგრძელება იმ შრომისა, რაც თბილისის არქიტექტურის ბიენალემ განახორციელა წინა წლებში. მათ შორის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე წარდგენილ პუბლიკაციაში შესულია სხვადასხვა აკადემიური სტატიები, სწორედ ჰიდროინფრასტრუქტურის და ჰიდრორესურსების გარშემო. გარდა ამისა, წლევანდელ არქიტექტურის ბიენალის გამოფენაზე ასევე არის ინსტალაცია დოკუმენტური ექსპერიმენტული ფილმით წარმოდგენილი, რომელიც ეხება ასევე ჰიდრორესურსებს და ჰიდროინფრასტრუქტურას. ამ ფილმის ნახვა შეიძლება ბიენალეს გამოფენაზე 19 ოქტომბრამდე და ასევე სიმპოზიუმის მეორე დღეს ეს პანელი დაეთმობა სწორედ ამ საკითხს. ჩვენ სიმპოზიუმის პირველ დღეს ვისაუბრეთ ნიადაგის გამოფიტვაზე და წიაღისეულის ექსტრაქციაზე, დღეს ვისაუბრებთ ჰიდრორესურსების ექსტრაქციაზე. სანამ უშუალოდ ჩემს მოხსენებას პრეზენტაციას წარმოგიდგენთ, მოკლედ ვიტყვი, რაზე ვისაუბრებთ პანელის განმავლობაში. პირველ რიგში ალბათ შესავლის სახით, მოკლე შესავლის სახით უნდა ითქვას, რომ ენერგეტიკა მიუხედავად იმისა, რომ არის საკმაოდ სპეციფიკური დარგი და ხშირად მოითხოვს ხოლმე ესეთ სპეციალიზებულ ცოდნას, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ენერგეტიკული პოლიტიკა განსაკუთრებით ბოლო წლებში დაკავშირებულია ბევრ სოციალურ, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ კონფლიქტებთან და ის ხდება რაღაცნაირად საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი, როგორც ამას უწოდებს მთავრობა და ეკონომიკური გუნდი მმართველი. სწორედ ამიტომ მისი განხილვა ჩვენს გვიწევს კრიტიკულად სხვადასხვა პერსპექტივებიდან, გვიწევს სოციალური მეცნიერების პერსპექტივიდან, გვიწევს გარემოსდაცვითი მეცნიერებებიდან, პოლიტეკონომიური პერსპექტივიდან და აი ეს რაღაცა ყველა განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია და შეადგენს აი ამ დიდი საკითხის სხვადასხვა მიმართულებებს. სწორედ ამიტომ ჩვენ დღევანდელ პანელზე ვისაუბრებთ პირველ რიგში სოციალური მეცნიერების და პოლიტეკონომიის პერსპექტივიდან ჰიდრორესურსების ათვისებაზე, როგორც ეკონომიკურ პრაქტიკაზე, როგორც ეკონომიკურ მიმართულებაზე, განვითარების პოლიტიკის. მე ვარ ალექსანდრა აროშვილი, ვარ დამოუკიდებელი მკვლევარი, ბოლო წლებში მუშაობ ჰიდროინფრასტრუქტურაზე და ჰიდრორესურსებზე სოციალური მეცნიერების სფეროში. და დღეს ვისაუბრებ ჰიდრორესურსების ექსტრაქტივიზმზე და იმაზე, თუ რატომ ვიყენებთ ტერმინს ექსტრაქცია ჰიდრორესურსებთან მიმართებაში, რატომ ექსტრაქტივიზმი. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჰიდრორესურსების ათვისების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკაზე საქართველოში. ამ მოხსენებას წარმოგვიდგენს მამუკა გვილავა, რომელიც გახლავთ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი. მას აქვს ძალიან ბევრი წლის, 25 წლის თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში, კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპაში. მისი ექსპერტიზა მოიცავს დედამიწაზე დაკვირვებებს, კლიმატის ცვლილების პროცესებს, შეფასებებს, მწვანე პროექტირებას და მშენებლობას, ასევე სტრატეგიულ და გარემოზე ზემოქმედების შეფასებებს. ის ასევე ჩართულია და ხელმძღვანელობდა მსოფლიო ბანკისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერილ პროექტს კოლხეთის დაცული ტერიტორიის ჩამოსაყალიბებლად და ამჟამად კოორდინაციას უწევს საქართველოსთან რამდენიმე პარტნიორის მონაწილეობას ევროპულ კვლევით და ინოვაციურ პროექტებში ლურჯი ეკონომიკის მიმართულებით. მამუკა გვილავა გახლავთ ასევე შავი ზღვის კომისიის ეგიდით სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ეროვნული პასუხისმგებელი პირი და ის მოგვიყვება თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოში ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკა უახლეს ისტორიაში და რა ძალები მონაწილეობდნენ აი ამ პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ვისი ინტერესი იყო ის და განსაკუთრებით როგორ მოქმედებს ეს პროექტები საჯარო და გარემოსდაცვით, საჯარო ინტერესზე და გარემოზე.
მესამე მომხსენებელი იქნება IAERA-ზე, რომელიც ამჟამად იკვლევს კრიპტოვალუტის წარმოებას საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ენერგეტიკასთან და განსაკუთრებით ელექტროენერგიის მომარაგების პროცესთან, ელექტროენერგიის მოხმარებისა და ბალანსის საკითხებთან, ასე ვთქვათ, და IA-ს მიმდინარე კვლევა ეხება სწორედ აი ამ სექტორს ეკონომიკის საქართველოს, ვიცით, რომ გამორჩეული ამ ხრივაც ჩვენთან არის ძალიან დიდი წარმოება, ასე ვთქვათ, კრიპტოვალუტის. ია გახლავთ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორი, ამჟამად ასოცირებული პროფესორია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და მკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტში. ის მუშაობდა მკვლევრად ლაიბნიცის ინსტიტუტის თანამედროვე ისტორიის ცენტრში პოსტამში, ასევე გახლავთ მოწვეული მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტში, ტრინიტი კოლეჯში, ვენის უნივერსიტეტსა და საიენს პოში. სხვადასხვა დროს ასწავლიდა კასელის უნივერსიტეტში, ბერლინის სამართლის და ეკონომიკის სკოლაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჯიპაში. ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი და ახლა გადავალ უშუალოდ ჩემს პრეზენტაციაზე. დავიწყებ სათაურიდან ენერგოდამოუკიდებლობიდან ენერგოექსპორტზე ორიენტირებულ პოლიტიკამდე. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ცნებები, მოკლედ მიმოვიხილავ. ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს უახლეს ისტორიაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მუდმივად ისმოდა როგორც მთავარი არგუმენტი საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარებისა. უნდა ითქვას, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ჰიდროინფრასტრუქტურული განვითარების, მათ შორის გვაქვს საბჭოთა მემკვიდრეობით ძალიან ბევრი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი და საბჭოთა კავშირამდეც პირველი ჰესები აშენდა საქართველოში სწორედ 20-იან წლებში და საქართველოს ეძახდნენ კიდეც ეგრეთ წოდებულ თეთრი ნახშირის ქვეყანას, ხო, ან წყლის რესურსებით ქვეყანას. თუმცა საბჭოთა კავშირის ჰიდროენერგეტიკა და საბჭოთა კავშირის შემდგომი ჰიდროენერგეტიკის პოლიტიკა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და ვეცდებით, რომ მოკლედ მივიდეთ აი ამ ახალ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩამოყალიბებულ ენერგოპოლიტიკამდე, რომელიც მთელი ეს წლები, ბოლო წლები ძირითადად ტრიალებდა ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტს უტრიალებდა და ბოლო წლებში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ეს პოლიტიკა შეიცვალა ენერგოექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკით, ხო? ამას განვიხილავთ ძალიან დაწვრილებით, თუმცა იქამდე აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა, რატომ ექსტრაქცია, რატომ ვიყენებთ სიტყვას ექსტრაქცია ჰიდრორესურსებთან მიმართებაში. ტრადიციულად სიტყვა ექსტრაქცია მოპოვება გამოიყენება უფრო წიაღისეულთან მიმართებაში. ტრადიციული ექსტრაქტივიზმი ძირითადად გულისხმობს ექსტრაქტივისტული ეკონომიკა გულისხმობს წიაღისეულის მომპოვებელ ქვეყნებს, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარი არიან ერთი ან რამდენიმე რესურსით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ექსტრაქტივიზმი არ არის უბრალოდ მოპოვების ფორმა, ის არ ნიშნავს უბრალოდ რესურსის მოპოვებას, ის არის წინააღმდეგობაში დაბადებული ტერმინი მომპოვებელ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ანუ ასახავს, აირეკლავს თავის თავში სწორედ სოციალურ და გარემოსდაცვით კონფლიქტებს, რომლებიც წარმოიშობა მოპოვების კონკრეტული ფორმიდან, ხო? ამიტომ ექსტრაქტივიზმი გულისხმობს რესურსების ათვისების, გამოყენების და განაწილების კონკრეტულ ლოგიკას, ისევე როგორც მოპოვების კონკრეტულ ფორმებს, რომლებიც ადამიანებისა და გარემოს ზიანის განურჩევლად ხორციელდება. როგორც წესი, საქართველო არ ითვლება ექსტრაქტივისტულ ეკონომიკად, რადგან ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს რამდენიმე ინდუსტრიული ქალაქი და გვაქვს წიაღისეული, როგორც არის მანგანუმი, ოქრო, სპილენძი, ქვანახშირი და ასე შემდეგ, ჩვენი მთელი ეკონომიკა, ასე ვთქვათ, ერთი შეხედვით არ არის მიბმული წიაღისეულის მოპოვებაზე. თუმცა ამ ბოლო დროს და განსაკუთრებით ბოლო წლებში უფრო და უფრო ხშირად ისმის საქართველოსთან მიმართებით ესეთი შეფასება, რომ საქართველო არის ყველაზე მეტად მდიდარი წყლის რესურსებით, მას გააჩნია უხვი ჰიდრორესურსები და არსებობს ესეთი ოფიციალურ რიტორიკაშიც მათ შორის განვითარების პოლიტიკის არსებობს ასეთი დაშვება, რომ საქართველოში არის 26,000 მდინარე, რასაც
საკმაოდ კრიტიკულად უდგებიან სხვადასხვა მეცნიერები და ამბობენ, რომ ეს არ არის რეალური ციფრი და რომ ეს ძალიან ბევრი პატარა ჩამონადენი უნიშნელო შენაკადი ნაკადულიც შედის ამ ციფრში. რეალურად ამბობენ, სხვა მოსაზრებებია ამის თავაზე, მაგრამ ამბობენ, რომ მხოლოდ ცოტა წყალუხვი მდინარეები საქართველოში და განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე ეს წყლის რესურსი არ არის, რა თქმა უნდა, წიაღისეულივით ფიქსირებული, მარაგები, ის არის კლებადი და ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში წყლის რესურსების მაქსიმალურად თვისებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თვითონ წყლის რესურსების სავარაუდო კლებიდან ან ცვალებადობიდან გამომდინარე. რა არის ექსტრაქტივიზმის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც გვხვდება ტრადიციული მოპოვების სფეროში და რატომ იმეორებს ჰიდრორესურსების ექსტრაქცია იგივე მახასიათებლებს, ხო? პირველ რიგში ეს პირველი მახასიათებელი არის ველური მოპოვება, რაც გულისხმობს მოპოვების ისეთ ფორმებს, რომლებიც არ ითვალისწინებს გარემოსა და სოციალურ ზიანს და ხორციელდება გარემოს და სოციალური ზიანის ხარჯზე. ასევე მაქსიმალური ათვისება, ხო, ინტენსიფიკაცია მოპოვების, რაც ნიშნავს, რომ მოპოვება არის სწრაფი, მოპოვება არის მაქსიმალური და ეს პოტენციალი მთლიანად არის ათვისებული, რაც უკავშირდება აი ამ პირველ მახასიათებელსაც. ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ექსპორტი და რატომ არის ექსტრაქტივიზმი, როგორც თქვით, პირველ რიგში პოლიტიკური ტერმინი და იდეოლოგიური შინაარსის მატარებელი ტერმინი, იმიტომ რომ ექსტრაქტივიზმი ცალსახად გულისხმობს იაფად გადინებას მოპოვებული რესურსის ქვეყნისას, ხო? ეს არის ნედლეულის ან მცირედ დამუშავებული სახით საერთაშორისო ბაზარზე რესურსის გადინება. რატომ შეიძლება რომ ჰიდრორესურს მიუსადაგოთ ეს მახასიათებელი, ამაზე ვისაუბრებ. მანამდე ვიტყვი, რომ მეოთხე მახასიათებელი არის სიუხვის პარადოქსი, ეგრეთ წოდებული რესურსების წყევლა, რასაც ხშირად იყენებენ ექსტრაქტივიზმის შესახებ ლიტერატურაში. ეს ტერმინი აღნიშნავს პრაქტიკას, როდესაც რაც უფრო მდიდარია ქვეყანა ერთი კონკრეტული ან რამდენიმე რესურსით, მით უფრო ღარიბია ის აი ამ საერთაშორისო ვაჭრობაში უთანასწორო პირობებით ჩართვის შედეგად, ხო, უთანასწორო პირობები გულისხმობს სწორედ აი ამ გარემოს და სოციალური ზიანის ხარჯზე მოპოვებას და შემდეგ იაფად ნედლეულის სახით გატანას ქვეყნიდან, ხო? ანუ ექსტრაქტივიზმი არის პრაქტიკა, როდესაც სარგებელი რესურსების მოპოვებისგან მიღებული სარგებელი არ რჩება ადგილობრივ ეკონომიკაში, ამით ძირითადად სარგებლობენ მულტინაციონალური კომპანიები და ეს ადგილობრივი ეკონომიკა და ადგილობრივი გარემო რაღაცნაირად შეწირულია ხოლმე აი ამ ტიპის ეკონომიკას. გარდა ამისა, ექსტრაქტივიზმი იწვევს, როგორც აღვნიშნეთ, სოციალურ და გარემოსდაცვით კონფლიქტებს და საქართველოშიც გარდა იმისა, რომ წიაღისეულის მოპოვების სფეროში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სოციალური და გარემოსდაცვითი კონფლიქტები, გვაქვს დაზიანებული დაბინძურებული გარემოები, გვაქვს გაუდაბნოებული ტერიტორიები, ხო? გვაქვს ძალიან მძიმე შედეგები ადამიანების საცხოვრებელი სახლების დაზიანებით, გვაქვს პროტესტები, გვაქვს გაფიცვები. უნდა ითქვას, რომ ჰიდრორესურსების ათვისების სფეროშიც, ანუ ჰიდროენერგეტიკული პროექტების და განსაკუთრებით დიდი კაშხლების მშენებლობის შემთხვევაში, თუ გადავხედავთ აი ამ სოციალურ და გარემოსდაცვით კონფლიქტებს, აუცილებლად ვნახავთ, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ადამიანების დემოკრატიულ ჩართულობას ან თვითონ პროექტის სამართლიანობას ან სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობას უნდა ემსახურებოდეს უგულებელყოფილია. საქართველოს უახლეს ისტორიაში ჰესების მშენებლობის პრაქტიკა ან დაგეგმვის პრაქტიკა აჩვენებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან მთლიანად გამორიცხულია ადგილობრივი მოსახლეობა, ენერგოობიექტების საჭიროება დაუსაბუთებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტით და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის არგუმენტით საბუთდება ხოლმე ოფიციალურ რიტორიკაში ჰესების საჭიროება, აი ამ ზრდის ეკონომიკური მახასიათებლები ბუნდოვანია, მოხმარების ზრდის მახასიათებლები ბუნდოვანია და ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, როდესაც კრიპტოვალუტის წარმოებაზე ვისაუბრებთ, რის ხარჯზე იზრდება, შეიძლება იზრდებოდეს მოხმარება საქართველოში ელექტროენერგიის
და საქართველოს უნდა ითქვას, რომ არ გააჩნია არავითარი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც იტყოდა, რომ აი ამა და ამ სექტორების განვითარების ხარჯზე ვაპირებ, ამა და ამ სექტორების განვითარებას ვაპირებთ და ამის ხარჯზე გაიზრდება მოხმარება. ანუ ეს ეკონომიკური განვითარება მთლიანად არის ჩამოკიდებული დღეს მომსახურების სექტორზე და როგორც ვთქვით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია თვითონ ჰიდროენერგეტიკა ამ ეკონომიკის, ხო? ანუ ჰიდროენერგეტიკულ ობიექტებში ინვესტირებული ინვესტიციები არის ძალიან ესეთი გაცვლა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის, ხო? გარდა ამისა, ამ პროექტებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები სამეცნიერო და ტექნიკური ხარისხის მიმართულებით, ხო? კრიტიკას ვერ უძლებს კვლევები, რომლებიც ტარდება ამ პროექტებისთვის, ზიანი თითქმის ყოველთვის დაუთვლელი და შეუფასებელია. როგორც ვთქვით, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი გაურკვეველია ან არ არსებობს და პროტესტები, რომლებიც იწყება ჰიდროენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ, სწორედ აი ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, არის რეპრესირებული. ფოტოზე თქვენ ხედავთ მაგალითად პოლიციის და ადგილობრივი მოსახლეობის ბაზშორის აღმართულ ჯებირს რიონის ხეობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის ნამახვან ჰესის მშენებლობის პროტესტის პროცესში, ხო? რას იწვევს უკვე განხორციელებული ასეთი პროექტები, აი ამდენი პრობლემის მქონე პროექტები, რამდენიმე უკვე აშენებული ჰესი არსებობს საქართველოს უახლეს ისტორიაში, განსხვავებით საბჭოთა ჰიდროენერგეტიკული ობიექტებისგან, რომელთა სამეცნიერო თუ ჰიდროინჟინერული ნაგებობის ხარისხი თუ სხვა ტიპის ასე ვთქვათ, მდგრადობა გამართულია, ახალი პროექტები, როგორც ვთქვით, ხასიათდება ძალიან სუსტი სამეცნიერო თუ ტექნიკური მახასიათებლებით და რამდენიმე ჰესის მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იწვევს დაახლოებით იგივე ტიპის მსხვერპლშეწირვის ზონებს, რასაც იყენებენ ამ ტერმინს წიაღისეულის მოპოვების შედეგად განადგურებული გარემოს შემთხვევაში, ხო, ან სოციალური ზიანის შემთხვევაში. რა არის ეს შედეგები? ეს არის გარემოსდაცვითი და სოციალური ზიანი. მაგალითად, ერთ-ერთი ასევე საკმაოდ დიდი სიმძლავრის ჰიდროენერგეტიკული ობიექტის შუახევი ჰესის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემები წარმოიშვა ზემოაჭარაში, ეკოლოგიური საფრთხეები, ხო, რაც ნიშნავს იმას, რომ აი ამ გაუთვლელი და ცუდად ჩატარებული თუ საერთოდ განუხორციელებელი კვლევების გამო ამ რეგიონებში იმატებს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეები და ადამიანები, მოსახლეობები, რომლებიც ცხოვრობენ ამ არეალებში, ცხოვრობენ აი ამ ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეების ქვეშ და რაც მთავარია, კომპენსაციის პოლიტიკა სახელმწიფოს და კომპანიების მხრიდან და დამოკიდებულება ადგილობრივი მოსახლეობისადმი არის იდენტური, ანუ სახელმწიფო, როგორც კომპანია, ისე სახელმწიფო ხშირად უარს ამბობს საერთოდ პასუხისმგებლობა იყოს ამ პროცესზე, იხსნის პასუხისმგებლობას და იმ შემთხვევაშიც კი თუ ბურღვა აფეთქებითი სამუშაოები მაგალითად გვირაბის გაყვანის დროს ან სხვა ტიპის მშენებლობის პროცესები აზიანებს ადამიანების საცხოვრებელ სახლებს, მათ საფრთხეს უქმნის, ეს ადამიანები რჩებიან აი ამ ეკოლოგიური საფრთხეების პირისპირ კომპენსაციის გარეშე, ხო? რა არის ის გლობალური ფაქტორები, რომლებიც იწვევს ჰიდროენერგეტიკის ეკონომიკური განვითარების ხერხემლად ჩამოყალიბებას, ხო? როგორც ვთქვით, ეს არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, ანუ მსხვილი ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკაში, რომლებიც ხორციელდება სხვა ეკონომიკური მახასიათებლების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს უახლეს ისტორიაში, ეს არის დერეგულაცია, პრივატიზაცია, საგადასახადო უსამართლობა, ხო, ძალიან დაბალი გადასახადები და ხელსაყრელი გარემო ინვესტიციებისთვის და დერისკინგი. დერისკინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი, რადგან ჰიდროენერგეტიკული პროექტების ხელშეკრულებებში ჩვენ ვხედავთ ხშირად სახელმწიფოს ბიუჯეტის მხრიდან დაზღვევას კომპანიის რისკების და ამას ვუწოდებთ ხოლმე კაბალურ ხელშეკრულებებს. აი ეს მთელი ეს ეკონომიკური პაკეტი, ხო, აი ეს ტიპის ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში განხორციელებული ინვესტიციები, მსხვილი ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენია მთავრობისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური ზრდისთვის. ამიტომ ეს იდეოლოგიური მიმართულება, ასე ვთქვათ, ეკონომიკური განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური ფაქტორია აი ამ ტიპის ინვესტიციებისთვის. მეორე არის განახლება და ენერგიაზე ტრანზიცია.
ეს არის კლიმატის ცვლილების საპასუხოდ შემუშავებული გლობალური მოქმედების ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება, მათ შორის განვითარებადი ქვეყნებისთვის და ჩვენ განახლებად ენერგიაზე ტრანზიციის პროცესში სწორედ ჰიდროენერგეტიკის განვითარებას ვცდილობთ, ან სახელმწიფო ცდილობს სწორედ აი ამ ჩარჩო დირექტივაში განახორციელოს ჰიდროენერგეტიკის განვითარება და ეს არის ასევე უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა მოთხოვნა, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების და ასე შემდეგ და მესამე გლობალური ფაქტორი, რამაც შეცვალა ეს ენერგოდამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ერთი შეხედვით, ხო? ჰიდროენერგეტიკული პოლიტიკა არის რუსეთ-უკრაინის ომი და ბოლო წლების ენერგოკრიზისი. ფაქტიურად საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ქონდა ჰიდრორესურსების ათვისების მაქსიმალური პოლიტიკა და ძალიან ბევრი დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგური, რომელზეც ბატონი მამუკა დარწმუნებული ვარ, უფრო დეტალურად ისაუბრებს. აი 2022 წლის შემდეგ, როდესაც ეს ენერგოკრიზისი გაჩნდა, საქართველოს რეგიონული ენერგეტიკული და სატრანზიტო მნიშვნელობა გაიზარდა და ჩვენ მივიღეთ შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომელიც არის საქართველოს ევროკავშირთან საქართველოს ენერგეტიკულად დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული პროექტი შავი ზღვის გავლით საქართველოს აზერბაიჯანიდან რუმინეთის გავლით ევროპას უნდა მიაწოდოს ელექტროენერგია, ხო? ეს არის ძალიან დიდი პროექტი და რადგან ეს პროექტი, რომელიც იყო საქართველოს მთავრობის იდეა, თუმცა მას ესეთი ოფიციალური გადაწყვეტილების სახე არ ჰქონდა, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა მნიშვნელოვანი იდეა, ევროკავშირმა გააფორმა ეს მემორანდუმი, უკვე კვლევების ნაწილი ჩატარებულია და ეს პროექტი ითვლება, რომ განხორციელდება. შავი ზღვის წყალგამყოფ უნდა ითქვას, რომ ამ სიღრმეზე ჩადებული კაბელი მსოფლიოში არ არსებობს, ანუ გარკვეულწილად ეს არის გარკვეულწილად ექსპერიმენტიც, ხო? ამ სიღრმეზე ჯერ არ არსებობს კაბელი, რასაც თავისთავად ჭირდება ასევე კვლევები და ის კითხვები, რომლებიც ისმის ჰესებთან მიმართებაში პირობების შესახებ, ხო, სარგებლის შესახებ, ცხადია ამ პროექტსაც ეს კითხვები დაესმის. მთავარი რაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელმა ცხადი გახადა არის ის, რომ ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტიდან ქვეყანა გადავიდა ენერგოექსპორტის ასე ვთქვათ ენერგოექსპორტისთვის მომზადებაში და რა იგულისხმება ამაში? ჩვენ რომ დავაკვირდეთ ეკონომიკური გუნდის გამოსვლებს, ხო? და იმ სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებს თუ ინსტიტუციურ ცვლილებებს, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა ინსტიტუციურ დონეზე, ჩვენ ვნახავთ, რომ ისინი უფრო და უფრო ხშირად იმეორებენ იმას, რომ საქართველო უნდა გახდეს წმინდა ენერგოექსპორტიული ქვეყანა, ანუ ის არამხოლოდ სატრანზიტო დერეფანი უნდა იყოს, რომელიც მიაწოდებს აზერბაიჯანიდან მწვანე ენერგიას ევროკავშირს, არამედ თვითონ თავისი არსებული ენერგოობიექტების უნდა დააერთოს აი ამ კაბელზე, ან მეტი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი ააშენოს, აწარმოოს მეტი ელექტროენერგია და გაყიდოს ეს ელექტროენერგია. ხო, როგორც თქვით, აქ მნიშვნელოვანი ის არის, საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან არაპროდუქტიული, ჩვენ თითქმის არაფერს არ ვაწარმოებთ, ჩვენი მთავარი საექსპორტო საქონელი ისევ არის წიაღისეულის მოპოვებით მიღებული საექსპორტო საქონელი, ღვინო და ასე შემდეგ და ახლანდელი ეკონომიკური გეგმა იმას უკავშირდება, რომ საქართველოს უნდა გახდეს საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი უნდა გახდეს სწორედ ელექტროენერგია, ხო? და საქართველოს უნდა გახდეს ენერგეტიკული ჰაბი. ეს ტერმინი, რომელსაც ხშირად იყენებს საქართველოს მთავრობა, რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ. ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამის ის არის, რომ არსებული ინფრასტრუქტურის, უკვე არსებული სიმძლავრეების მიერ გამომუშავებული ენერგიის დაერთება, განიხილება ასევე შავი ზღვის კაბელზე და შესაბამისად გადინება, მიმდინარე პროექტები, ანუ უკვე არსებული ჰესების გამოყენება, მიმდინარე პროექტები და სამუშაოები, მაგალითად ძალიან ბევრი ქვესადგურების და გადამცემი ხაზების მშენებლობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ ამისთვის მზადდება დიდი ინფრასტრუქტურა საქართველოში.
და საგადასახადო და საინვესტიციო ხელსაყრელი პირობები, რაზეც ვისაუბრეთ, ხო, რაც ასევე უკავშირდება კრიპტოვალუტის მოპოვებას, იმიტომ რომ ამ მხრივად საქართველოს არის ჰაბი, ანუ საქართველოს ენერგეტიკული ჰაბობა, ასე ვთქვათ, რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება. ერთი ეს არის ელექტროენერგიის ექსპორტი და მეორე ის უკვე არის კრიპტოვალუტის წარმოების ჰაბი. ასევე რაზეც ისაუბრებს ია, ანუ საქართველოს მრავალი მიმართულებით განიხილება აი ამ ტიპის სატრანზიტო და საწარმოო ელექტროენერგიის საწარმოო ჰაბად, ხო? რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი და რატომ დავიწყეთ ექსტრაქტივიზმით? აი ეს სოციალური და გარემოსაცვითი კონფლიქტები, რომლებზეც ვისაუბრეთ, ხო, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით აი ამ დერისკინგის პოლიტიკას, აი ამ კაბალურ ხელშეკრულებებს, კერძო კომპანიების შემოსვლას და აი ამ ტიპის ჰიდროინფრასტრუქტურულ განვითარებას, გარკვეულწილად სახელმწიფო მისწავლა აი ამ პროცესში პასუხი აი ამ წინააღმდეგობებისადმი და მათ შორის მიმდინარე გეოპოლიტიკური გადალაგების ფონზე ის უფრო და უფრო ხშირად ამბობს, რომ მომავალში ამ პროექტების თანამონაწილე იქნება სახელმწიფო, ანუ ეს აღარ იქნება ბოლომდე კერძო პროექტები, ხო? ამაში ჩვენ არ უნდა ვიგულისხმოთ, ცხადია, რომ ეს არის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება, ანუ ეს აღარ ნიშნავს პრივატიზებულ, დერეგულირებულ, საგადასახადო უსამართლობით გაჯერებულ ეკონომიკას, ეს უბრალოდ ერთის მხრივ შეიძლება იყოს გარკვეული პოპულიზმი, ხო, აი ამ წინააღმდეგობების საპასუხოდ და მეორეს მხრივ ჩვენ და გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს ჩართვა აი ამ ტიპის პროცესებში და სახელმწიფოს ინტერესი ჰიდროენერგეტიკაში არ ნიშნავს საჯარო ინტერესს, ხო? ზუსტად ესეთი ტიპის პრაქტიკის აღსაწერად არსებობს ტერმინი ნეოექსტრაქტივიზმი. ან თუ ექსტრაქტივიზმი იყო მულტინაციონალური კომპანიების პრაქტიკა ტრადიციულად, ძალიან ბევრ ქვეყანაში სწორედ ესეთი შემოტრიალებები გააკეთეს სახელმწიფოებმა, თუმცა ან სახელმწიფო ჩაერთო თვითონ ექსტრაქტივიზმში, თუმცა სოციალური სარგებელი ან ადგილობრივ ეკონომიკაში დატოვებული სარგებელი არ შეცვლილა. ანუ ისევ იგივე უთანასწორო ვაჭრობის და უთანასწორო საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში რჩებიან სახელმწიფოები, ხო? და მათ შორის აი ამ განახლებადი ენერგიის ტრანზიციის პროცესში გაჩნდა ასევე ტერმინი მწვანე ექსტრაქტივიზმი, რომელიც კონკრეტულად გულისხმობს კრიტიკული ნედლეულის და განახლებადი ენერგიის სახელით დაწყებულ ექსტრაქტივისტულ პროექტებს, ხო? ჩვენ რატო არის ეს ორი ცნება მნიშვნელოვანი ჩვენ შემთხვევაში აი ამ ცხრილს მინდა რომ შევხედოთ, ეს ცხრილი არის ჩემი და ლელა რეხვიაშვილის სულ ბოლო სტატიიდან, რომელიც მალე გამოქვეყნდება, ჩვენ ვეცადეთ, რომ დაგველაგებინა საქართველოს ჰიდროინფრასტრუქტურის განვითარება სხვადასხვა მახასიათებლების და წლების მიხედვით და თუ ჩავხედავთ, აი არის 1920-დან 1991-მდე, ხო, ანუ საბჭოთა კავშირამდე და საბჭოთა კავშირის პერიოდი არის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე, შემდეგ არის 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან 2022 წლამდე, ანუ რუსეთ-უკრაინის ომამდე და აი უკვე 2022 წლიდან, რაც ყვითლად ხედავთ, არის ეს ახალი ტიპის პოლიტიკა, რომელიც ძალიან გავს ამ ნეოექსტრაქტივიზმს და მწვანე ექსტრაქტივიზმს, ხო? ეს ცხრილი შედგენილია სხვადასხვა ასპექტების მიხედვით, მაგალითად რა სახელებს იყენებდა საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარებისთვის, ხო? თუ ეს 20-იან წლებში იყო თეთრი ნახშირის ქვეყანა, ხო? შემდეგ 90-იანებს ჩვენ ვეძახით ბნელ 90-იანებს ყველა სექტორთან მიმართებაში. 2008 წლიდან ეს იყო მაქსიმალური ათვისება ჰიდრორესურსების და 2022 წლიდან ეს ხდება ენერგეტიკული ჰაბი, ხო? შემდეგ არის რა ნარატივებს იყენებდა სახელმწიფო იმისთვის, რომ გაემართლებინა ეს პროექტები. თუ 20-იან წლებში ეს იყო ელექტრიფიკაცია და ინდუსტრიალიზაციის განვითარება, 1991-დან ეს იყო თითქოს პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პროცესისთვის დამახასიათებელი გადასვლის მოქმედებები. 2008 წლიდან ეს იყო უკვე ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტი, რაზეც ვისაუბრეთ და 2022 წლიდან ეს მთავარი არგუმენტი არის ენერგია როგორც საექსპორტო საქონელი, ხო? ასევე ამ ცხრილში თქვენ ხედავთ რა განვითარების მოდელების
შიგნით ხორციელდება სხვა აი ამ პერიოდებში ეს პოლიტიკა და ბოლოში ხედავთ რომ არის სწორედ მწვანე ნეოექსტრაქტივიზმი, მაშინ როდესაც 2022 წლამდე 2008-დან არის ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული განვითარება და ეს დერისკინგი, ხო, რაზეც ვისაუბრეთ, ანუ ესეც იცვლება თითქოს პოლიტიკის მექანიზმები, ხო, 2022 წლიდან თითქმის ყველაფერი რაც იქამდეა ჩამოთვლილი, რაზეც ვისაუბრეთ, ხო, თუ საბჭოთა კავშირში იყო ცენტრალური დაგეგმარება, შემდეგ ეს პრივატიზაცია, დერეგულაცია, ლიბერალიზაცია ბაზრის, შემდეგ ეს დერისკინგი, ეს კაბალური ხელშეკრულებები, ახლა ამას დაემატა ეს სახელმწიფოს თანამონაწილეობა და ბოლო ორი მახასიათებელი, ანუ პროცესი, რაც ამ პოლიტიკის განხორციელებისას რა პროცესი მიმდინარეობს, პირველი თუ იყო წყლის რესურსიფიკაცია, ხო? შემდეგ უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკვე კომოდიფიკაცია, ანუ გასაქონლება, უკვე მათ შორის საბჭოთა მემკვიდრეობის, ხო, ამ ჰიდროენერგეტიკული ობიექტების გასხვისების და პრივატიზაციის მაგალითზე, შემდეგ ეს იყო უკვე ბუნების გასაქონლება, მდინარის ფინანსურ აქტივად ქცევა და დღეს უკვე ეს არის ექსპორტით მოტივირებული ექსტრაქცია. და საბოლოოდ სარგებლის და მოხმარების კომპონენტი, ხო, თუ საბჭოთა კავშირში ეს იყო ინდუსტრია და სოციალური ინფრასტრუქტურები, რაც სარგებელს იღებდა ამ ენერგეტიკული პროექტებისგან, შემდეგ 1991-დან 2008 წლის კრიზისამდე ეს იყო ძირითადად შინამეურნეობები, ტრანსპორტი და ის ინდუსტრიები, რასაც სჭირდებოდა ელექტროენერგია. 2008-დან 2022-მდე უკვე აქ ერთვება კრიპტოწარმოება, რომელზეც ვისაუბრებთ, აი ამ წინა ჩამოცვლილებთან ერთად და 2022 წლიდან აი ამ ყველაფერს ემატება ექსპორტი. ეს არის რაღაცა ძირითადი ცხრილი აი ამ ჰიდროინფრასტრუქტურის განვითარების. დავუთმობ ახლა სხვა მომხსენებლებს სიტყვას, დიდი მადლობა, იმედია ძალიან არ გადავაჭარბე და ბატონმა მოგაგთხოვთ.